მიზიდავთ და რაღაცნაირად ახლოს იქნება თქვენთან, შეგიძლიათ თქვით, შეგიძლიათ უბრალოდ პირველი, მეორე და ესა და დავიწყოთ პირველი ვარიანტით. ვინც აირჩია პირველი ვარიანტი, რა ცვლილებას, სიახლეს გიმზადებთ ბედი, რა ხდება თქვენს ცხოვრებაში. ნახეთ პირველი არკანი როგორი ამოვიდა. საკმაოდ ტრანსფორმაციული პერიოდი გექნებათ გამოვლილი, ვინც პირველი ვარიანტი აირჩიეთ, დიდი ალბათობით ახლაც გადიხართ რაღაც ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს, შეიძლება რაღაც დანაკარგიც გქონდათ, რაღაცები მოხდა, რამაც თქვენ ასე თუ ისე ცოტა დაგამძიმათ და შეიძლება იმედგაცრუებაში შეგაგდოთ რაღაც მომენტები. აქ იქნება ისეთი სიტუაცია და ისეთი ენერგია, როდესაც თქვენ აი ამ დაბნელების პერიოდმა და ზოგადად აი ამ სიტუაციებმა რაღაცები თქვენი ცხოვრებიდან წაიღო. შეიძლება ძალიან მოულოდნელადაც დასრულდა რაღაცა, წავიდა თქვენი ცხოვრებიდან, დაისვა წერტილი რაღაც თემებს, რაც შეიძლება ემოციურად თქვენთვის ცოტა რთულია ახლა და არ არის ადვილი ამ ყველაფრის ცნობიერება, გადახარშვა, შეგუება, აი ესეთი ეტაპი შეიძლება გქონდეთ ახლა, ვინც აირჩიეთ პირველი ვარიანტი. ან არის რაღაცა, რაც ასე თუ ისე ემოციურად შინაგანად შეიძლება გაწუხებთ, ხო? რაღაც თემა შეიძლება იყოს, არ გამომრიცხავ. მოდით აბა დავამატოთ ახლა არკანები. რას მოგიტანთ ეს პერიოდი? ნახეთ, სიმშვიდეს შემოიტანს თქვენს ცხოვრებაში. ნახეთ როგორი საინტერესოა, რაღაც სიტუაციაში იყავით დიდი ალბათობით. არ იცოდით რა გადაწყვეტილება მიგეღოთ, რა გზით წასულიყავით. რაღაც თემები იყო, რაც მუდმივად მეორდებოდა თქვენ ცხოვრებაში, არა და არ სრულდებოდა. შეიძლება ეს იყო რაღაცა ურთიერთობაში დრამა, რაღაცა გაურკვევლობა, შეიძლება რაღაც ცხოვრებისეული საკითხი, რაც თითქოს ვერა და ვერ დასრულდა თქვენ ცხოვრებაში, მუდმივად რაღაც ერთი და იგივე, დარდი, განცდა, აი რაღაც ყელში რო ამოგივა მართლა ბოლომდე რა რაღაც სიტუაცია, მაგრამ თან აი ბოლოშიც რო ვერ გადიხარ, რაღაც ესეთ თემას აჩვენებს, ვინც პირველი ვარიანტი აირჩიეთ. თუმცა ეს პერიოდი და ეს დაბნელების თერეფანი პლუს აი ამ ახალ მთვარესთან ერთად თქვენ მოგიტანთ ამ სიტუაციიდან საბოლოო გამოსავალს და ყოველ შემთხვევაში გზას დაგანახებთ, როგორ გამოხვიდეთ ამ მდგომარეობიდან. და შემოდის ძალიან დიდი სიმშვიდე თქვენ ცხოვრებაში, რაც შეიძლება აქამდე არ გქონდათ გარკვეული მიზეზების გამო. აი ესეთ თემას აჩვენებს. მოდით ახლა დავამატოთ უკვე ჩვენი რაიდერის დასტიდან, ტარო, რაც არის კლასიკური, ნახოთ. აირჩია პირველი ვარიანტი თქვენთვის. რა ცვლილებებია, რა მოაქვს ამ პერიოდს თქვენთვის. გამარჯვება რაღაც სიტუაციაზე, აღიარება. ნახეთ რა უცბად იცვლება რაღაცა ბედის წერა თქვენ ცხოვრებაში, ბედი იცვლება და მიდიხართ სიახლისკენ, ჩემო კარგებო, კი აქ სამყარო გეხმარებათ, გამოყავხართ აი ამ ენერგიებიდან. ნახეთ რამდენი მაღალი არკანი ამოვიდა. ნახეთ. და მზის არკანი დასტაში. ძალიან კაი ენერგიაა და გეტყვით ახლავე რა არის. ზოგიერთების შემთხვევაში თქვენ აქტოვებ ადამიანსაც, შეიძლება ისე ითქვას, ვინც ძალიან ისეთი იყო თქვენთვის რა, აი შეიძლება ეგოისტი, რაღაც საკუთარ თავზე ფიქრობდა მარტო ეს კონკრეტული ადამიანი. და აი ვერ აკეთებდით შეიძლება რაღაც კონკრეტულ არჩევანს, ვერ იღებდით გადაწყვეტილებას, რა გაგეკეთებინათ აქამდე. ძალიან ბევრი რაღაც კარმული თემაც შეიძლება გქონდათ, რაღაც სიტუაციები აი სულ წრეზე ტრიალებდა და მეორდებოდა, მაგრამ ეს პერიოდი თქვენ გაძლევთ იმის საშუალებას და ძალას, რომ საბოლოოდ შეძლოთ განულება რაღაცის და ახალ ეტაპზე გადასვლათ თქვენი ცხოვრების. აი ეს არის შეიძლება ერთგვარ რისკთანაც იყოს ეს ყველაფერი დაკავშირებული თქვენი მხრიდან, იმიტომ რომ ეს იქნება სრულიად ახალი ეტაპი, სრულიად შეუცნობელი პერიოდი თქვენს ცხოვრებაში, მაგრამ ამავდროულად ძალიან კარგი. იმიტომ რომ სამყარო გეხმარებათ
პირდაპირ აი ეს წყალობა მოდის თქვენთვის, იმიტომ რომ იმსახურებთ უკვე და დრო არის რომ რაღაცა ის ერთი ეტაპი კარმული რაღაც სიტუაცია, ყველას ახლა სხვადასხვა იქნება, იმიტომ რომ ბევრი უყურებს და ახლა ყველას ერთი სიტუაცია ვერ ექნება, მაგრამ საერთო ენერგია ეს არის რომ რაღაც კარმული თემა. ზოგიერთს ეს ექნება სამსახურეობრივი, პირადული, რაღაც შეიძლება ოჯახური, და ასე შემდეგ, მაგრამ ყველა ვარიანტში აქ გამარჯვებული გამოდიხართ აი ამ სიტუაციიდან. ამას აჩვენებს. ვნახოთ კიდევ. ნახეთ როგორი თემა არის, თქვენ აქ რაღაც გაურება გქონდათ, ან არჩევანი, შინაგანი კონფლიქტი და აი ესეც სრულდება. თქვენი შინაგანი კონფლიქტი, რაღაცა არჩევანის მდგომარეობა, გაურკვევლობა. თუ გქონდათ ისე მომენტი, რომ რაღაცა უსამართლოდ მიდიოდა, ან თვლიდით, რომ აი ვიღაცა ვერ გაფასებდათ, ვერ გხედავდათ რეალურად როგორიც ხართ, რაღაც კონფლიქტური თემები გქონდათ, ესეც აუცილებლად წავა და რაღაც ლოდინის რეჟიმიდან გამოდიხართ, ლოდინის მდგომარეობიდან გამოდიხართ. და საბოლოოდ ფიქრობ, რომ უფრო მეტ კონცენტრაციას თქვენს თავზეც გააკეთებთ აქ და გამოდიხართ რაღაც აი ამ გაურკვეველი თემებიდან. ასევე ნახეთ როგორი თემა არის, აქამდე შეიძლება რაღაცნაირად ძალიან ჩაკეტილიც იყავით და სამყაროსგან აი ამ წყალობას, რაც თქვენსკენ უნდა წამოსულიყო, რეალურად ვერ იღებდით ბოლომდე, იმიტომ რომ შეიძლება შიში გქონდათ, შეიძლება ბლოკები გქონდათ, შინაგანი კონფლიქტი გქონდათ, აი ვერ იღებდით იმ თუნდაც ფინანსურ რესურსს, იმ რაღაც რესურსს, რაც რეალურად თქვენ გეკუთვნით, მაგრამ კეტავთ თქვენს ენერგიას, არ უშვებთ. აი ეს თემა არის და აქ ჩანს განკურნება რაღაც აი ამ ძველი თემებისგან და აქედან გამომდინარე არის ძალიან კარგი ახალი ენერგია. შედეგსაც დაინახავთ რაღაც თემებში, ესეც არის. მოდით აბა ორაკული რას გვეტყვის, ნახოთ. კი, აი ნახეთ რაღაც ერთი ციკლი სრულდება თქვენს ცხოვრებაში, ყველა ვარიანტში, როგორც უკვე ვთქვით. და გამართლება, იღბალი არის თქვენს მხარეს, ბევრ რაღაცაში გაგიმართლებთ, უბრალოდ თავარია, რომ რეალურად გააცნობიეროთ რაღაც მომენტები და მიხვდეთ, სად აღარ არის თუნდაც თქვენი ადგილი, სად აღარ ღირს თქვენი ენერგიის ჩადება რეალურად, სად აღარ გიღერთ ყოფნა, სად აღარ გიღერთ ის, რომ რაღაცა ენერგია ჩადოთ. აი ესეთ თემას აჩვენებს, ვინც აირჩია პირველი ვარიანტი. ეს არის დამიწერეთ რამდენად რეზონირდა თქვენ სიტუაციასთან და გადავიდეთ მეორე ვარიანტზე. ნახოთ მეორე ვარიანტისთვის რა იქნება. ვარდისფერი კვარცი ავირჩიე და ზუსტად რაღაც სასიყვარულო თემასთანაც არის კავშირში არკანი. ძალიან საინტერესოა, ვინც აირჩია მეორე ვარიანტი. პირველ რიგში გეტყვით, რომ თქვენ ცხოვრებაში ამ პერიოდში დიდი ალბათობით შემოვლენ ადამიანები ან ადამიანი, ვისთანაც გექნება ძალიან ძლიერი შინაგანი კავშირი. ანუ ემოციურ დონეზე, სულიერ დონეზე თქვენ იგრძნობთ, რომ ვიღაცა აი არიან ადამიანები და კონკრეტულად თუნდაც ერთი პიროვნება, შეიძლება ერთი იყოს, შეიძლება ორი იყოს, სამი იყოს, ხო? აი ესეთ ადამიანების გარიმოცვაში ხვდებით, სადაც თქვენ გისმენ, სადაც თქვენს მიმართ ლოიალურები არიან, სადაც თქვენი ეს გასაჭირი აღელვებთ რეალურად. თითქოს რაღაც აი თქვენი გულის გასაღებსაც პოულობს ვიღაცა, რომ აი რაღაც თუ ჩაკეტილი იყავით და ისე იყავით და ისე გრძნობდით თავს, რომ აი რაღაც თქვენთვის რა გულს ვერ ხსნიდით, შეიძლება რაღაც გარკვეული მიზეზების გამო ვერ ახერხებდით, რომ რაღაცა ეს ნდობა თუნდაც შეიძლება ადამიანების მიმართ ცოტა დაკარგეთ, იმიტომ რომ რაღაც გამოცდილებები ისეთი გქონდათ, რამაც დაგაკარგვინათ ადამიანების მიმართ ნდობა. აქ არის, რომ აი ვიღაცის მიმართ და კონკრეტული ადამიანის მიმართ თქვენ დაიბრუნებთ აი ამ ნდობას, დაგაბრუნებინებთ ეს ადამიანი აი ამ ნდობას, იმიტომ რომ ისე მოგიდგებათ, ისე შემოვა თქვენთან ურთიერთობაში, რომ აი სრულიად სხვაგვარად დაგანახებთ ბევრ რამეს. ნახოთ ახლა კიდე როცა დავამატებთ
არგანებს მივხვდებით, ახლა ეს არის თქვა სასიყვარულო თემა თუ უბრალოდ რაღაც სიტუაცია. ნახოთ. ანახეთ რა საინტერესო. თუ ვინმესთან რაღაც არ გამოგდიოდათ და დარდობდით და განიცდიდით, რომ აურა ძალიან საინტერესო ეს ამოვიდა. თუ გქონდათ ის მომენტი, რომ აი ნახეთ ვიღაცის ცხოვრებაში აი მართლა შემოდის აი ეს მონათესავე სულიო რო იტყვიან და თქვენი მეორე ნახევარი. თუ რაღაცა გაურკვევლობები გაქვთ ამ ადამიანთან აუცილებლად დაგილაგდებათ ყველაფერი ამ პერიოდში. თუ არავინ აი ამ პერიოდში დააკვირდით მოკლედ ვინ წავა და ვინ მოვა თქვენს ცხოვრებაში. ეს იქნება ძალიან გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი თქვენთვის. იმიტომ რომ ამ პერიოდში თქვენ გაიცნობთ თქვენი სულის აი სულიერად ახლო ადამიანებს. თქვენი ეს ოჯახი რაც არის სულიერი ოჯახი. აი ამათთან ჩანს თქვენი გაერთიანება. ისეთი ადამიანები, ვინც თქვენ რეალურად გიგებენ, ისეთი პიროვნებები, ვისაც რეალურად გული შედგება თქვენს ცხოვრებაზე და თქვენს რაღაცა სიტუაციებზე. თქვენ ბევრ რაღაცაზე მიიღებთ პასუხს. რაზეც აქამდე არ გქონდათ პასუხი. კითხვაზე, ესე ვთქვათ, ისეთი კითხვები შეიძლება გქონდათ და პასუხებს ვერ იღებდით რა კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით. რაც შეიძლება ეხებოდა უფრო მეტად ურთიერთობებს. შეიძლება რაღაც ტოქსიკურ თემებში იყავით. მუდმივად რაღაცა აი ნეგატიური თემები იყო, არ გამოდიოდა აი კონკრეტულ ადამიანთან რაღაცა არ ხდებოდა ისე როგორც თქვენ გინდოდათ. აი რაღაცა სიმართლე გაცხადდება თითქოს ამ პერიოდში. რეალურად შეხედავთ ადამიანებს, მოვლენებს და სიტუაციებს. რასაც შეიძლება აქამდე ვერ ამჩნევდით და ვერ ხედავდით. ასევე ჩანს გაწმენდა რაღაცა ენერგეტიკულად, იმიტომ რომ აქ არ ვიცი რაღაცით თითქოს შეიძლება თქვენი გული დამძიმდა, თქვენ რაღაცა ეს არ ვიცი წყეინა რაღაცა უარყოფითი ენერგიაც დააგროვეთ ასე თუ ისე. და აი რაღაცისგან კიდეც უნდა განიკურნოთ, გაიწმინდოთ, ესე ვიტყვი. თუმცა ძალიან კარგი ის არის, რომ თქვენ პასუხებს იპოვით თქვენს კითხვებზე, რაც ახლა გაქვთ. აი ეს არის. მოდით აბა ვნახოთ ახლა რას გვეტყვის ტარო. მეორე ვარიანტი ვინც აირჩია. აი ნახეთ, ტუზე ამოვიდა კვერთხებს. სიახლე და ძალიან დიდი სიხარული. აი ძალიან კაი გაშლა გამოვიდა სხვათა შორის დღეს. ესეთ კარგი ენერგიებს არ ველოდი. აი ისე უცბად შეიცვლება ბევრი რაღაც თქვენ ცხოვრებაში. რაღაცა ინფორმაციები მოდის, რაღაცა საუბრები, კომუნიკაცია, რაღაცა ზეიმი, აღნიშვნა, ძალიან აი კარგ გარემოში ყოფნა და ძალიან მაგარი ენთუზიაზმი, რაც თქვენ ცხოვრებაში შემოვა. ძალიან დიდი ენთუზიაზმი. და სურვილი იმისა, რომ რაღაც ახლიდან დაიწყოთ, ახალი ეტაპი დაიწყოთ, ახალ ენერგიებში გადახვიდეთ. აი ეს რაღაც ცეცხლიო რო იტყვიან რა, შინაგანად თუ არ გქონდათ ან ის ნაპერწკალი სადღაც დაკარგეთ, აი ეს რაღაცა პატარა ის რო არის რა, იგულში რო რაღაცა გვინათებს და აი ამ ანთებული გულით რო რაღაც საქმეს ვაკეთებთ, ხო? ცხოვრობთ. აი ეს ნაპერწკალი თუ სადმე აქამდე დაკარგეთ, აუცილებლად იპოვით. აი ათიანი მონეტებით. ხელად ცოდნას იღებთ, თქვენ ძალიან დიდ ცოდნას იღებთ იმ თქვენი რაღაცა წარსული ნეგატიური გამოცდილებებიდან, კი. ძალიან მაგარ ცოდნას იღებთ და საბოლოოდ გადალახავთ რაღაც აი ამ სირთულეებს, რასაც შეიძლება თქვენ გაურბოდით. სხვათა შორის აქ ერთ მომენტს გეტყვით, ახლა რაც ცოტა მინიშნებასავით მოდის, შეიძლება არის თქვენ ცხოვრებაში ადამიანი, ვინც მოდის, ჩნდება, ქრება, რაღაცა მიდის, მოდის. აქ ესეც გაარკვეთ აუცილებლად, თუ ესეთ სიტუაცია გაქვთ, საბოლოოდ დაასრულეთ. ეს გულისტკენა, ეს რაღაცა ნეგატიური თემები, საბოლოოდ განთავისუფლდით ამისგან. იმიტომ რომ ძალიან დიდი ბედნიერება გელოდებათ წინ და ახალი ეტაპი. უბრალოდ ამას უნდა მიყვეთ. თუ რაღაცა ოჯახური თემები გქონდათ, რაღაცები არ გამოდიოდა, რაღაც ისე არ ხდებოდა, როგორც თქვენ გინდოდათ, აქ რაღაცა აი ეს ოჯახურ თემებსაც ალაგებთ, ფინანსურ საკითხებს ალაგებთ რაღაცას. ოჯახში ძალიან მაგარი სტაბილურობა გიჩვენთ. მოდით აბა ვნახოთ. სხვათა შორის ზოგიერთები შეიძლება კიდეც აქ დაუჯახდეთ, თუ აქტუალურია თქვენთვის ეს თემა.
დაოჯახების თემად შეიძლება იყოს. აი პირველი 3 არკანი ისეთი ამოვიდა, რომ ხა წამომივიდა ინტუიციურად ეს მესიჯიც. რომ აი ესეც იყოს თქვენთვის ახალი ეტაპი. ნახეთ აქ თქვენი თავის ფასს სწავლობთ პირველ რიგში. რაღაც საკუთარი თავის დაფასებას სწავლობთ. და რისიც არ გჯეროდათ, სწორედ ის მოხდება. აქამდე რისი დაჯერებაც არ გინდოდათ. იმე ან ვერ იჯერებდით. აი ესეთი თემა ჩანს. მოდით აბა ნახოთ კიდე ერთი არკანი დავამატოთ. და რადიკალური ცვლილებები აქ ძალიან მაგარი რადიკალური ცვლილებები წავა თქვენ ცხოვრებაში. და ზუსტად მეგობრებო ისეთი ენერგიებია და ისეთი პერიოდია, აი უბრალოდ ანუ იყავით დამკვირვებლები, სიტუაციას შეხედეთ, გააცნობიერეთ, ზედმეტი რიტუალები და რაღაც ესეთი თემები არ გინდათ. პირდაპირ გეტყვით, აი ესეთი პირდაპირი მანიფესტაციები, რომ აი მე ხა ეს ადამიანი უნდა მოვიზიდო, მე ხა ეს რაღაც კონკრეტული უნდა მოვიზიდო. ზოგადად აი სიყვარული მოიზიდეთ, სიმშვიდე მოიზიდეთ, ბედნიერება მოიზიდეთ, ამაზე კონცენტრირდეთ, ამაზე იფიქრეთ და აუცილებლად ისეთი პერიოდი არის და ისეთი რაღაცა ძლიერი ენერგეტიკა არის, აუცილებლად თქვენ რასაც იმსახურებთ, იმას მიიღებთ. გამოიყენეთ ეს პერიოდი სწორად და აუცილებლად ყველაფერი, ასე ვთქვათ, თქვენ სასიკეთოდ წავა. ეს არის დღეს კითხვა-პასუხის რეჟიმი არ გვექნება. ალბათ უფრო ჯგუფში გავაკეთებ ხოლმე კითხვა-პასუხს, ამიტომ ჩემი ჯგუფი თუ არ იცით, აუცილებლად დავლინკავ და გადადით, დაიმატეთ ჯგუფში, იმიტომ რომ ფიქრობ, რომ იქ გავაკეთო ხოლმე კითხვა-პასუხის რეჟიმის ლაივები. ხო, ну ეს თემა არის, ახლა პირადი კონსულტაციებზე დეტალურად თუ გნებავთ თქვენი სიტუაციის განხილვა, შეგიძლიათ მომწეროთ, ჩავნიშნოთ კონსულტაცია. ძალიან ისეთი მისაღები ფასები არის ჩემს გაშლებზე, არაფერი ისეთი რაღაცა სასწაული, ყველანაირ ფასში მაქვს, ვისაც როგორ აწყობს მართლა და როგორი სიტუაციას აქვს, იქიდან გამომდინარე ძალიან საინტერესო გაშლები მაქვს. და ამასაც თუ დაინტერესდებით, მოგაწვდეთ პირადში. ამიტომ ის ერთი კითხვაც არ არის პრობლემა რა, აი ზოგადად არ მიყვარს ხოლმე ერთ კითხვაზე გაშლა, მაგრამ თუ ვიღაცას ახლა ან მეტი საშუალება არ აქვს, ან რაღაც ის ერთი კონკრეტული პასუხი სჭირდება, ამასაც ვაკეთებ. ამიტომ ყველანაირად თქვენ სამსახურში ვარ. შეგიძლიათ მომწეროთ თუ რაიმე არის. და რა ვიცი, ყველაფერს კარგს გისურვებთ, კარგ პერიოდს გისურვებთ. და კარგი ენერგიები შემოიტანოს თქვენ ცხოვრებაში ამ პერიოდს. ამით დაგემშვიდობებით ახლა მშვიდობიანი ღამე ყველას. ყველაფერი კარგი, საუკეთესო თქვენსკენ. არ აყვეთ რაღაც манипуляციებს და ზედმეტ ემოციებს ამ პერიოდში, არც რაღაც ეს ზედმეტი გარჩევები გინდათ რაღაც საქმეების, რომ აი მოდი ახლა გავარკვიოთ რაღაცა ურთიერთობა, მოდი ახლა გავარკვიოთ რა შვებიც ამოვდა. ანუ ესეთი რაღაცებიც არ გინდათ ძალიან მშვიდად. დამკვირვებლის პოზიციით მივდექით ამ პერიოდს და დანარჩენს მერე შეხედავთ. ეს არის ჩემი თხოვნა იქნება, რომ თუ საშუალება გექნებათ და სურვილი გექნებათ ეს ლაივი გააზიაროთ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო გაშლა გამოვიდა და მინდა რომ ბევრმა ნახოს და ბევრმა მიიღოს ეს ინფორმაცია, ამიტომ თუ სურვილი გექნებათ და შესაძლებლობა გექნებათ, აუცილებლად გააზიარეთ ეს ლაივი. ჩემი თხოვნა ეს იქნება. ლინკს, ჯგუფის ლინკს დავდებ ჩემს გვერდზე, გავაზიარებ ჯგუფს და შეგიძლიათ მერე დაიმატოთ და გადახვიდეთ. აქ კომენტარებშიც დავტოვებ, პრინციპში არ არის პრობლემა, კომენტარებშიც დავტოვებ ჯგუფის ლინკს, სადაც შეგიძლიათ დაიმატოთ. იცით რა არის, ანუ სანამ ეს ჩემი Facebook-ის page რაც არის ძალიან დიდი ხანია მაქვს, ჯგუფი ერთი რაც იყო, მე რაღაცნაირად არ ვიცი გაუქმდა თუ რაღაც დაიმართა, მოკლედ რაც მქონდა გამიუქმდა და მე ახალი გავაკეთე ეს ჯგუფი და ჯერჯერობით ესე აქტიურობა არ არის, მაგრამ ვფიქრობ, რომ ლაივები გავაკეთო ესე, რომელიც იქნება კითხვა-პასუხის რეჟიმში, რაღაც ასეთი თემები და უფრო გავაცოცხლო ეს ჯგუფი და თუ დამეხმარებით ამაშიც კარგი იქნება, თუ დაემატებით, თუ მოიწვევთ მეგობრებს და ასე შემდეგ. ეს არის დროებით გემშვიდობებით და მშვიდობიანი ღამე ყველას. მიყვარხართ ძალიან. მადლობა აქტიურობისთვის თქვენ დროებით.